ბაჰარი. ნიჯათ, ასე სწრაფად დაბრუნდი? რა თქმა უნდა, ვჩქარავდი, ეს ხომ შენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი საუბრის შემდეგ მაშინვე სასამართლოს არქივში წავედი, ძველი საბუთებია, კომპიუტერში არ შეუტანიათ. ძალიან დიდი მადლობა. ვერ წარმოიდგენ ჩემთვის რაოდენ მნიშვნელოვანია. მადლობის გადახდას ნუიჩქარებ. ამდენ ფაილში საჭირო ინფორმაციის პოვნა მარტივი არ იქნება, ნემსით ჭის ამოთხრას გავს. კარგი, ვცადოთ მაინც. რადგან ასეა დაიწყე, რაღაც დოკუმენტები კიდევ მაქვს, მანქანაში. კარგი, კარგი. ხაზან. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობ ხაზან. მომეცით. რა დაგემართა? ასეთი გაფიცრებული რატომ ხარ? დღეს ცოტა გამნერვიულდი, მაგრამ არაფერია. აბას რა ჭირს? ელვა გაუფუჭდა. ფიქრობ გამოსწორებას შეძლებ. კაბა ჩაიცვით. ყველაფერს გავაკეთებ. კარგი ძვირფასო. ახალგებული ვარ. როგორც კი მოვრჩებით, მომიყევი რამ გაგანაწყენა, კარგი? არაფერია. წავალ ჩავიცვამ. რა თქმა უნდა. ჩანთას აგდავდებ. დიახ ოსმან. ბაჰარ ჰანიმი, ფამუკ ჰანიმი და კიდევ ერთი სტუმარი. 3. სერიოზულად? მართლა? რა დამთხვევა? კარგი, მოვდივართ. ამჟამად სახლის დალაგება მიმდინარეობს, 9 საათში დაასრულებენ. შერევ, თუ დრო გვაქვს სადმე საჭმელად ხომ არ შევიდეთ? რა თქმა უნდა, ფამუქანი. ჩვენ მოვითმენდით, მაგრამ ბაჰარს წესიერად არც უჭამია. თქვენ ჭამეთ, მე არ მშია. ასე არ შეიძლება, ბაჰარ. ფამუქანი მე მართალს ამბობს. რაღაც უნდა შეჭამო შვილო. ღმერთმა ნუქნა სავად გახდე. მათე რომც არ კონდეს, მაინც უნდა ჭამო. შეგვიძლია აქ გავჩერდეთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. რამალე დაიღალე, დემირ. საქმე ბევრია. ყველა დოკუმენტი უნდა ინახოს. რასაც ჩვენ ვეძებთ, თავისუფლად შეიძლება აქ იყოს. მართალი ხარ. არ დავღლილ ვარ. არ ინერვიულო. უბრალოდ როგორც შენ თქვი, რთული სამუშაოა. ყველა ფურცელს დაკვირვებით წაკითხვა სჭირდება, სულ მცირე დეტალიც რომ არ გამოგრჩეს. იმედი გაქვს, რომ აქ რაიმე საინტერესოს იპოვი? აი სუნს რომ იცნობდე, შენც ჩემსავით იფიქრებდი. როცა იცი რას ეძებ, ბევრად უფრო ადვილია ძმაო. რას ვეძებ, მეც კი არ ვიცი, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნება, რომ რაღაც საინტერესოს აუცილებლად ვიპოვით. გავაგრძელოთ. შეხედე? სულეიმან ქოჯადაგი. მისი მამა. იქნებ მასზე ვიპოვოთ რამე. ქოჯადაგი. ქოჯადაგი. გეცნობა, დემირ? დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ გონი ბავშვობაში გაზიანი სასმელი იყიდებოდა დასახელებით ქოჯადაგი. არ გახსოვს? მერე? იქნება ამ ბრენდს რამენაირად უკავშირდება.
შენ TV ზვინში ნემსის პოვნასაპირებ. რამდენი ადამიანი იქნება გვარად ქოჯადაგი? არ ვიცი, ვფიქრობ, შემოწმება ღირს. რა სიტყვი? საით, რა შეკითხვა არქივში წავალ და სავაჭრო რეესტრიდან ჩანაწერებს ავიღებ, შენ კი ძებნა განაგრძე. კარგი? მაპატიე, ძალიან შეგაწუხე. რას ამბობ დემირ? ოდესღაც შენც ძალიან დამეხმარე. თუ რამეა, მხოლოდ სადილით გამიმასპინძლდი. ეს არის და ეს, როცა მოისურვებ. ბაჰარ, ბოლო პერიოდში იმდენი რამ გადაიტანე, მე შინია კიდევ რომ ვერ დაგიცვა მორიგი უსიამოვნებებისგან. რას ამბობ შერებ? ჩემზე ნუღელავ. როგორ არ ვიღელვო? შენს დაცვას ყოველთვის ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა. ვიცოდი, დემირი გულს რომ გადგენდა. ნეტავ შენი დარწმუნება შემძლებოდა. ნეტავ შემძლებოდა. გმადლობ შერებ. ძალიან კეთილი ხარ. იმედია შენი მხარდაჭერა ამ რთული დღეების გადატანაში დამეხმარება. კარგია შენი თანამეგობარი რომ მყავს. მაპატიე, მაგრამ მინდა შენი შეყვარებული ვიყო, ბაჰარ. ამას მალე მიხვდები. ამჯერად ძალიან ხარმად შეტობა. ჩემს კუთხეში მიმწყდევას ყოველთვის ახერხებს. გარე შეიძლება შენი ჯერ არ დაბადებული შვილის ფული დახარჯო. თან ასეც სულელეში. იმის მოყოლაც კი არ მინდა რა ჩაიდინეს. მაგრამ არა, ამჯერად არ ვაპატიებ. განქორწინებაზე განცხადებას შევიდა. ხაზან? ოჯან? ხაზან, ბევრი საქმე გაქვს, ამიტომ საჭმელი მოგიტანე. რატომ შეწუხდი? რა შეწუხებაა დაგიტოვებ, როცა შეძლებ შეჭამე, კარგი? დიდი მადლობა. საღამო შეგეხმიანები, თუ რამეში დაგჭირდი დამირეკე. კარგი? კარგი. ჩემს ნერვებზე თამაშობს. ხაზანი და ოჯანი ერთად რას აკეთებენ? ახლა უკვე მართლა დავეჭვდი. მოიცადე, აქ იყო? აქ რისთვის იყო? ფამუქანიმ არაჩვეულებრივი იდეა იყო. ნამდვილად. გმადლობ შერებ. არაფერს. ლოდინის რომ დამჭირდეს მომენტს დაველოდები და პირისპირ დაგელაპარაკები, ბაჰარ. პირისპირ. შეხედე დემირ. სულეიმანის გარდაცვალების ცნობა. სუიციდი. სუიციდი ნორმალური არ არის. თუ ეს ასეა, რაღაც ისე არ არის, მგონი? მგონი ნელ-ნელა რაღაცისკენ მივდივართ. რა სიტყვი? ჩანაწერებში ვერაფერი იპოვე? ჯერჯერობით ვერაფერი.
ხაზან დიდი მადლობა. ჩემი დღესასწაული გადაარჩინე. რას ამბობთ აისონ ხანიმ? იმედი მაქვს ყველაფერი არაჩვეულებრივად ჩაივლის. სწორედ ისე როგორც თქვენ გინდათ. ღმერთმა ქნას. დამიჯერე ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ჩემი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა მინდა. შეიძლება რაღაც კითხო. რა თქმა უნდა აისონ ხანიმ. ის ბიჭი აქ რომ იყო. ოსჯანი. მას აიდან იცნობ? ვინ არის? მასთან სკოლიდან მეგობრობ. აგრისთვის მოხვედი. გასაღები დამავიწყდა, სახლის გასაღები მომეცი. ეს შენი ქმარია? მგონი ჩემთან სახლშიც იყო და მომახსოვრდა. ხო, ის არის. სამწუხაროდ. ძვირფასო. ხედავ მასზე ძალიან ხარ გაბრაზებული. რა უნდა ვქნა აისონ ხანიმ? დამტანჯა. უკვე ძალა აღარ მყოფნის. თუ მოინდომე ფორცუჩი მუხლებზე დააჩოქებ. ასე რომ თავს მიხედე და მის გამო ნოინერვიულებ. არ ვიცი რა ვქნა. მასთან ვერაფერს ვაწყობ. ძვირფასო, რომ იცოდე როგორ უნდა მოიქცე, მალე დააჩოქებდი. მის წინაშე ასე დგომა და შიშისგან კანკალი შეწყვიტე. აისონ ხანიმ ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არაფერი ესმის. საყვარელო, ასეთ კაცებზე ლაპარაკი არ მოქმედებს. ვერაფერს გააგებინებ. ეს უბრალოდ დროის გარკვაა. ამის ნაცვლად უნდა იმოქმედო. მისთვის ნიფთი ხარ, რომელზეც ხელი ყოველთვის მიუწვდება. აიძულე რომ უკან გდიოს. ჭკუით იმოქმედე. როგორ ვაიძულო? ძვირფასო, უნდა მიახვედრო, რომ შენი ცხოვრება გაქვს და ის საერთოდ არ გჭირდება. უნდა დაანახო, რომ შესაძლებელია შენი სხვა მამაკაცი დაინტერესდეს და შენც დაინტერესდეს სხვა მამაკაცით. ამით მას სასიკვდილო დარტყმას მიაყენებ. მერე შეგიძლია დაშორდე. უნდა აჩოქო. არა, არა აისონ ხანიმ. ასე არ შემიძლია. ეს ხომ საშინელი სკანდალი იქნება. რა სკანდალი, ხაზან? რაზე ლაპარაკობ? ნუ თუ ვერ ხვდები, რომ შიშა რა? ამას ერთი შეხედვით მივხვდი. მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ასე მოაქვს, სუპერმენი ნუ გონია. საკუთარი თავისგან მაჩოს შექმნას ცდილობს. სინამდვილეში ერთი შიშა რა არსებაა. სუსტ წერტილზე ფეხს თუ დააჯერ, კუდამოძუებული გაიქცევა. მერე კი როცა მოგინდება, თავს მარტივად დააღწევ. არა რაობა. არა. არ გამოვა, ასე ვერ მოვიქცევი. ძალიან კარგი. ასეთ შემთხვევაში ეს ტიპი იმას გააკეთებს, რაც მოუნდება. ცხოვრებას ტირილში გაგატარებინებს. როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ეს ხომ შენი ცხოვრებაა, ლამაზო. მაგრამ ვფიქრობ ერთ დღესაც ჩემს სიტყვებს გაიხსენებ. არ დაგავიწყდეს, რომ ასეთ არარაობებს საკუთარი იარაღით უნდა ებრძოლო. ახლა ორი სიტყვა ოსჯანზე. ჩვენს დროში ცოტა მამაკაცია, რომელსაც სიყვარული შეუძლია. დაიცვა საყვარელი ქალი და მასზე იზრუნოს. დაფიქრდი. ბაჰარ როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ, არ მოგშიბდა? იქნებ რამე შეგეჭამა? არ ვიცი. წავალ, ხელებს დავებარ. გინდა გამოვყვე? არა, საჭირო არ არის, მალე დავბრუნდები.
ხაზან საყვარელო, იმაზე რაც ახლა ვთქვი, საფიქრალი არაფერია. უბრალოდ რაღაც სწორად დაინახე. ასეთ შემთხვევაში დამეთანხმები. არა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თარიქი როგორც არ უნდა მოიქცეს, იმას ვერ გავაკეთებ, რასაც თქვენ ამბობთ. არ შემიძლია. რატომ ძვირფასო? არ შემიძლია. მხოლოდ იმიტომ, რომ თარიქზე გაბრაზებული ვარ, ვერავის დავუახლოვდები. რა კეთილშობილებაა. ჩემზეც კი იმოქმედა. კარგი, კარგი. ეს არ გინდა. მაგრამ თუ ვინმეს ნახავ, ვინც ამას შენთვის გააკეთებს, ეს გეგმა იდეალურად იმოქმედებს. არ მისმის ასეთ რამეზე ვინ წავა? ვფიქრობ, უკვე გყავს შესაფერისი კანდიდატი. ვერ ვხვდები, ვის გულისხმობთ? აისუნ ხანიმ. ბიჭი, რომელიც წეხან აქ იყო. მგონი უსჯანი ქვია. აისუნ ხანიმ, ხვდებით რას ამბობთ? უსჯანი ჩემი მეგობარია. ასეთ რამეს როგორ მთავაზობთ? ჰაზან, ისეც არაფერს გთავაზობ. მე ის არაფერში მჭირდება ძვირფასო. უბრალოდ თვალშისაცემია. არ ვხუმრობ. შესაძლოა უსჯანში მხოლოდ მეგობარს ხედავ. მაგრამ სხვა თვალით თუ შეხედავ, აშკარაა რომ შეყვარებულია. ნეჯათი, ამას შეხედე. ჰარონ ოზდილი. აისუნის გარდაცვლილი მეუღლე და ბაჰარის მამა. ის და სულეიმანი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ. შეხედე. შეხედე? ოდესღაც ისინი თანამშრომლობდნენ. აისუნი მაშინ ბავშვი იყო, როცა სულეიმან ქოჯა ქაგმა თავი მოიკლა. იქნება აისუნი ჰარონს ადანაშაულებდა მამის სიკვდილში. შესაძლებელია. ის ვიპოვეთ, რასაც ვეძებდით. ესე იგი, ჰარონ ბეის სიკვდილი შესაძლოა აისუნ ჰანიმის მხრებზე იყოს. ბაჰარ? ახმოვანებული